პარლამენტში რიგარეშე სესია დაიწყო, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში დილიდან შეიკრიბნენ. სესია პრეზიდენტის ინიციატივით მოიწვიეს დღეს სხდომაზე 2 თვის განმავლობაში დაგროვილი რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტის კენჭისყრა იგეგმება. მათ შორის პატიმრობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც გრძელვადიანი პაევნების ალტერნატივას ითვალისწინებს. კენჭისყრაზე დადგება განათლებისა და ჯანდაცვის, ასევე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. პირველი განცხადება უკვე გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში პარლამენტის მუშაობა არასტანდარტულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საპროტესტო აქციების დაწყების მომენტიდან ხელისუფლება იჩენდა მაქსიმალურ თავშეკავებას და სიფრთხილეს და ჩვენი პოზიცია მდგომარეობდა და მდგომარეობს იმაში, რომ არავის არ მივცეთ ვითარების დაძაბვის საშუალება, არავის არ მივცეთ პროვოცირების საშუალება, არავის არ მიეცეს ინციდენტების მოწყობის საშუალება და მე ვფიქრობ, ეს არის სწორედ პასუხისგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფლების მხრიდან სრულიად ბუნებრივი პოზიცია. ამიტომ გამოვლილი კვირების განმავლობაში პარლამენტი მუშაობდა საკომიტეტო მოსმენების და ბიუროს ხდომების ფორმატში. თუმცა ბუნებრივია, ამ პერიოდის განმავლობაში დაგროვდა ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის ისეთი საკითხები, რომლებიც უშუალოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, მაგალითისთვის გეტყვით თუნდაც იგივე საბიუჯეტო ცვლილებებს, რომელსაც ალბათ 10,000-ობით ოჯახი ელოდება კახეთში, ვინაიდან ამ ცვლილებებით გათვალისწინებულია წლევანდელი რთველის დაფინანსება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავე ცვლილებებით გათვალისწინებულია წყალმომარაგების გაუმჯობესება ძალიან ბევრი ჩვენი ქალაქის და რეგიონისთვის, გათვალისწინებულია დამატებითი დახმარებები დევნილებისთვის. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ოჯახებისთვის. მნიშვნელოვანია პატიმრობის შესახებ კანონები, რომლის მიხედვითაც 1000-ობით ადამიანი მიიღებს საშუალებას და უფლებას სასჯელის მოხდის პერიოდში სახლში გავიდეს და დატოვოს სასჯელახსრულების დაწესებულება. მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომლითაც უმაღლეს სასწავლებელში მომუშავე ადამიანები მიიღებენ საშუალებას გათავისუფლდნენ ასაკობრივი შეზღუდვისგან. ანუ არის კანონები, რომელსაც პირდაპირ მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების უკეთ ცხოვრების და უკეთ მუშაობისთვის. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოწვეულიყო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და მე იმედი მაქვს ნამდვილად, რომ მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციაც გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სწორედ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ადამიანებისთვის უკეთესი პირობების შექმნა და შესაბამისად არასაპარლამენტო ოპოზიციაც მიიღებს იმ არგუმენტებს და არ შეეცდება ხელი შეუშალოს პლენარული სხდომის წარმართვას. მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი დღეს იქნება მშვიდად, ნორმალურად და კონსტრუქციულად. ჩემი კოლეგა თამარ ბაღაშვილი იყოფება ამ წუთებში პარლამენტში. იგი პირდაპირ ეთერში საუბრობს. თამარ, გაკეთდა თუ არა სესიაზე უკვე პირველი განცხადებები დეპუტატების მხრიდან? დიახ, ზუსტად 1 საათია, რაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გახსნილია. სესია ზუსტად დანიშნულ დროს დაიწყო. დღეს დილიდან როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დეპუტატებმა დაიკავეს საკუთარი სამუშაო კაბინეტები. დღეს დაახლოებით 9 საათით ადრე სხდომის დაწყებამდე ისინი უკვე მოვიდნენ პარლამენტში და როგორც გითხარით, ზუსტად 11 საათზე დაიწყო პარლამენტის სხდომა. სხდომას ესწრება 101 დეპუტატი და ისინი უკვე განიხილავენ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც დაგროვდა 2 თვის განმავლობაში, ვიდრე პარლამენტში სესია არ გამართულა და მხოლოდ საკომიტეტო მოსმენები იმართებოდა სხვადასხვა სამინისტროებში თუ გასვლითი სხდომები. პარლამენტში ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა განაახლოს მუშაობა და მიიღოს ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამ დროის განმავლობაში დაგროვილია. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმედი აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია გაგებით ეკიდება იმ საკითხების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოში 1000-ობით ოჯახი ელოდება და იმედი აქვთ, რომ პარლამენტს მიეცემა ნორმალურ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების საშუალება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ ნაკლებად კონფრონტაციულები, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად თავიდან ავედოთ ის პროვოკაციები, რომელსაც შეიძლება გეგმავდეს ბევრი პოლიტიკოსი, რომელიც ამ დღეებში თავის ბოლო შანსს ხედავს პოლიტიკური მომავლის, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ერთის მხრივ პარლამენტმა იმუშაოს გამართულად, მაგრამ მეორეს მხრივ შევქმნათ შეიძლება ნაკლები ფონი კონფრონტაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ შენობაში არ შემოვდიოდით, ამ ხნის განმავლობაში შეგნებულად თავს ვარიდებით მოსალოდნელ პროვოკაციებს. მიუხედავად ამისა, ყველა კომიტეტი მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი საკითხი იქნა განხილული, რაზეც ინფორმაცია თქვენ გააქვთ ყველას და არის ისეთი საკითხები, რომლის გადადება ნამდვილად აღარ შეიძლებოდა, ამიტომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება დღეს ვატარებთ სხდომას. ჩვენ პარლამენტში არაერთხელ გამოვიცადებია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებოდით დაპირისპირებას, კონფრონტაციას.
მაგრამ მეორე მხრივ არის კანონები და არის გადასაწყვეტი პრობლემები. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საგანგებო სხდომის რეჟიმში. დაახლოებით 100 საკითხია, რომელიც ჩვენ საფულის განმავლობაში უნდა გადავჭრათ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადის. მე გამოვყოფდი ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს, რომელიც შეეხება საბიუჯეტო ცვლილებებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ზრდით ხარჯვით ნაწილს. ეს გაზრდა ხდება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების საკეთილდღეოდ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკითხია გადასაჭრელი, როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ასევე რთველის დაგეგმვის თვალსაზრისით, ამას დაემატება დაახლოებით 20 მილიონი ლარი და ეს საბიუჯეტო პროცესი უკვე დასაწყებია იმისათვის, რომ შემდეგი რამოდენიმე კვირის განმავლობაში მოხდეს საბოლოო ცვლილებები. განახლება პარლამენტის არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისაკენ, რომ ჩვენ ის გამოწვევები, რაც საქართველოს აქვს, ის პრობლემები, რაც აქვს, შეიძლება სწრაფად გავწვევ, მათ შორის ეკონომიკური საკითხები, მათ შორის საბიუჯეტო საკითხები, მათ შორის ის საკითხები, რომელიც ეხება განათლების სფეროს. შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, ხდომათა დარბაზში იმყოფება ამ დროისთვის მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი. ქრისტიან-დემოკრატები ჯერჯერობით ხდომაზე არ მოსულან. როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, მათ იმის შესახებ, რომ დღეს სტარდებოდა რიგარეშეს ხდომა გაიგეს მოგვიანებით, ამიტომ ისინი პარლამენტის სესიას ოდნავ მოგვიანებით შემოუერთდებიან. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, ჯონდი ბაღათურიამ უკვე გააკეთა პარლამენტის ხდომაზე განცხადება იმის თაობაზე, რომ მან გვიან შეიტყო პარლამენტის ხდომის მიმდინარეობის თაობაზე და რომ მას პარლამენტის აპარატიდან არავინ დაუკავშირდა. რაც შეეხება გია თორთლაძეს, ის ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის მუშაობის განახლება. ინფორმირებული პარლამენტის ხდომის შესახებ ტელევიზიიდან გავიგე ამის შესახებ და შემდგომში ერთ-ერთმა კოლეგამ და ამერიკამ კითხა უბრალოდ მოვდიოდი თუ არა და მინდა ვთქვა, რომ ასე მოუმზადებლად ხდომა, კარგია რომ ხდომა შეიკრიბა, საკითხები იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ არ დღის ეს რიგი გვაქვს. ჩვენ იყო ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც იურიდიული კომიტეტის ხდომაზე გარკვეული დათქმით გავიდა. მე არ ვარ მზად ეხლა, ასე იგი არ დღის ეს რიგი მაქვს და არც სანამ მაქვს და მეორე ხრი საორგანიზაციო სამსახურმა იქნებ რა ვიცი გინდა ხმამაღლა ისე გვითხრას, რატო არ შეგვატყობინა ხდომის შესახებ. აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია პარლამენტი უნდა იმუშაოს. ძალიან ბევრი საკითხებია დაგროვილი, უამრავი საკითხებია განსახილველი. სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივა შემოტანა, რომელიც გაიარა კომიტეტები და ახლა სულ არის საჭირო ამისათვის. მაგრამ აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია, რომ პარლამენტში შევიდნენ დეპუტატები და გავიდნენ მუშაობა. პარლამენტის ხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. რიგარეშე სესიაზე ამ წუთებში განიხილება პატიმრობის შესახებ კანონი, რომელიც ითვალისწინებს შვებულებების მიცემას პატიმრებისათვის და განსაკუთრებით გამარტივებულია არასრულწლოვანებისთვის და ქალბატონებისთვის შვებულებების მიცემა. დღეს როგორც გითხარით, ძალიან ბევრი საკითხი აქვს პარლამენტს განსახილველი და სავარაუდოდ რიგარეშეს ხდომა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას უკვე შემდგომ დღეებში, როგორც გითხარით, საპარლამენტო უმრავლესობას იმედი აქვს, რომ პარლამენტი უკვე დღეის შემდეგ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.